მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს ვიდეოს ვიწყებ დუბაის შოკოლადის დამზადებით. მინდა რომ გაჩვენოთ თუ როგორ მე ვაკეთებ დუბაის შოკოლადს. ეს მასალა ჩემმა დედამთილმა მომიტანა, რომ ნანა ძალიან გთხოვ გამიკეთე დუბაის შოკოლადი, შავი შოკოლადით და ჩვეულებრივი რძიანი შოკოლადით. რომ სამსახურში უნდა რომ თანამშრომლებს წაუღოს და საშობაოდ აჩუქოს ასეთი დუბაის შოკოლადი. ძალიან კარგი იდეაა ვფიქრობ, ამიტომ მეთქი თან დავამზადებ, თან გავუკეთებ და თან თქვენც გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ჩვეულებრივ ბევრი არაფერი არ უნდა, მასალაა მთავარი. შოკოლადს ვადნობ ძალიან ნელა მიკრაველში, რომ არ დამეწვას, ანუ ყოველი 20 წუთი, 10 წამი, უბრალოდ 10 წამი 20 წუთის გამოვიღებ, მოვურევ და ხდება ასეთი ბზინვარე და კარგი შოკოლადი. და ვფიქრობ, რომ ეს მილკას შოკოლადი, ანუ რძის შოკოლადი არის ძალიან კარგი, კარგად დნება. ესეთი გული ფორმები უნდა და ამიტომ ჯერ ვიწყებ პირველი შოკოლადის მოსხმას, აი ესე აქეთ-იქით ვუსმევ, უნდა გავავსო ეს ფორმები. კარგად აქეთ-იქით ვუსმევ შოკოლადს კედლებზე ყველგან, აი ასე, რომ ამოღების დროს არ გამიტყდეს. აუცილებლად კარგად ვავსებ აქ შავი შოკოლადით და ქვეშ პისტას მარცვლებს ვუმატებ, რომ უფრო ხრაშუნა და უფრო გემრიელი იყოს. ვიწყებთ ახლა გაკეთებას, აქ მაქვს ტახინი, ცოტათი ტახინს დავუმატებ და რა თქმა უნდა პისტას კრემი. აი ასეთი ჩვენთან ასე არაბულ ან თურქულ მაღაზიებში იყიდება საფრანგეთში. კარგად მოვურევ და შემდეგ ისევ დავუმატებ მეორე ბანკა პისტას. სრულ მთლიანად დავუმატე 3 პასტას ბანკა, ანუ 200 გრამიანები, ანუ 600 გრამი პასტას კრემი და ესე 300 გრამი არც კი გამოგვივიდა ტახინი. შემდეგ ვუმატებ აი ამას ვერმიშელს, ოღონდ ეს არის სპეციალური ვერმიშელი, უკვე შემწვარს ვყიდულობ, ძალიან ბევრს ვხედავ რომ თვითონ წვავენ კარაქში. ჩვენ უკვე შემწვარს ვყიდულობ და უფრო პრაქტიკულია ჩვენთვის. კარგად ვურევ, ძალიან კარგად უნდა მოერიოს. ვხედავ რომ აკლია, ამიტომ დავუმატე, რაც მეტი აქვს, მეტი ხრაშუნა, მაგრამ უნდა კოვზიდან ვარდებოდეს, რომ იყოს მაინც ესეთი კრემოვანი, შიგნით აუცილებლად უნდა იყოს კრემოვანი. აი ასე. შემდეგ რომ გავყინე ჩემი შოკოლადის ფორმები, ვუმატებ ჩვენს დამზადებულ კრემს პისტათი, ასე კარგად ვავსებ. ჯერ შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან გავავსე და მეთქი ამას რა მოიღებს აქედან, დაჟე ვფიქრობდი რომ მეთქი ფორმას გავჭრი თუ რამეა. რა თქმა უნდა არ არის ულამაზესი, ძალიან მაგარი, ბრჭყვიალა, მაგრამ კაი გამოვიდა მაინც. ვიწყებთ ახლა ჩემი საყვარელი მომენტი, ეს არის ლამაზი შესაფუთვი, რა თქმა უნდა რომ ლამაზად წაიღოს. ასე შევფუთავ, ვიყიდე ესეთი დასაკრობები, ლამაზი გამჭირვალე პატარა ცელოფნები და ლამაზად მოვათავსებ ჩვენს დუბაის შოკოლადს. ძალიან გემრიელი გამოვიდა, რა თქმა უნდა გავსინჯეთ, შემდეგ პატარა ფორმებიც გავაკეთე, შოკოლადის გულები და პატარა ფორმებიც. ისე ვაკრავდი, არ ვიცოდი როგორ დამეკრო, რა დამეკრო და ამოღებაც არ გამიძნელდა. მეორე დღეს ამოვიღე, მთელი ღამე დავტოვე საყინულეში და აი ასე კარგად ამოვიდა. კარგად ამოვიდა, იმიტომაც რომ შოკოლადი ცოტათი სქელია, არ გავაკეთე ისე რომ შოკოლადი თხელი ანუ თხლად არ წავუსვი ფორმაში, სქლად წავუსვი. ძალიან სქლათაც არა. და გამოვიდა ესეთი ლამაზი შეფუთვა, მე მგონი ძალიან ესიამოვნებად სამსახურში. მოგესალმებით დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო მეგობრებო.
ახლა არის დილა, ალბათ 2 კვირა მაინც, აი მინიმუმ 2 კვირა მზის აი ნამცეციც კი არ გვინახია და ახლა ისეთი მზე არის რომ ვერაფერს ვერ ვხედავ. მზის ნამცეციც კი არ გვაქვს ნახი და აი ახლა გამოვიდა მზე და აი არ ვიცი როგორ მიხარ. დღეს დილიდან გუშინ უბრალოდ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ბაზარში. ძალიან დიდი ხანია ბაზარში არ ყოფილვარ. მაგრამ გვერდზე რუსული მაღაზია, მან მიდოდა შევლა. შემდეგ არის ადგილი, სადაც ჩემი ამანათი მოვიდა, შეინის ამანათი და ბაზარიც იქვია და მეთქი მაშინ გავივლი, ყველაფერს ერთად გავაკეთებ და თან უნდა როგორც ნახეთ დუბაის შოკოლადები წავუღო ჩემს დედამთილს, ვინც მთხოვა რომ გამეკეთებინა. ასე, ეგენიც მიმაქვს. გამოვედი მზე ძალიან კარგი სასიამოვნო, როგორც ხედავთ ერთი ვიდეო შევქმენი 2 ვლოგით, ანუ 2 ვლოგმასით, გუშინ არაფერი არ გადავიღე, დასვენება მჭირდებოდა მეც. აღარ მინდოდა ფიქრი რომ უნდა გადავიღო და უნდა დავამონტაჟო და საღამოს უნდა იყოს და YouTube-მა არ გაჭედოს და ეგენი არ მინდოდა, ამიტომ გუშინ მეც დავისვენე, შაბათი იყო, აღარ ვიყავი სამსახურში თან დაბარებული. წესით შაბათსაც ვმუშაობ ხოლმე და ჩემმა უფროსმა მითხრა რომ სახლში დარჩი, ბევრი არ არის არაფერი გასაკეთებელი და ექშენი 3 საათი რაც შაბათს ვმუშაობ, ამოინაზღაურებ საღამოს ხოლმე ამ ერთი კვირის განმავლობაში, რადგან მე ამ ერთი კვირის მერე არის უკვე არ დადეგები საახალწლო. ერთი კვირა მაქვს მე. ძალიან მიხარია. კიდევ რა გითხრათ, რა ვიცი სხვა აღარაფერი. წეგან ვამზადებდი უკვე საჩუქრებს ყველასთვის. ძიზასაც კი გადავუნახე ერთი პატარა საჩუქარი, მაკიაჟი, ესე იგი მაკიაჟი ჩავუდე და შოკოლადები რა თქმა უნდა და საშობაო ჩაის ჭიქა ლამაზი, თოლის ბაბუა ხატია და კანფეტები, შოკოლადები. ასე, დარწმუნებული ვარ რომ ეს ამოვნება. რადგან კარგი გვყავს, იმიტომაც ვჩუქნი, თორე სხვანაირი ყოფილიყო, არც მომინდებოდა ალბათ რამის ჩუქება. მაგრამ ძალიან კარგი გვყავს და ამიტომ ვფიქრობ რომ იმსახურებს. აი მე მზე როგორ მომწონს ღმერთო რა კარგია. რამდენი ხანია. თითქოს და გრძნობდა მზეც რა. ნანა ეხლა ბაზარში მიდის წელიწადში ერთხელ და მართლა წელიწადში ერთხელ. ბოლოს არ მახსოვს როდის ვიყავი. იმიტომ რომ ჩვენ მაღაზიებში ვყიდულობთ ხილბოსნეულს. ან ჩვეულებრივ ხილბოსნეულის მაღაზიებში კონფხე მაგალითად საფრანგეთშია გვაქვს. ძალიან დიდი ხანია ბაზარში არ ყოფილვარ და იმედია მთელი ჩვენი ქალაქი არ შემხვდება ვისაც ვიცნობ. ბავშვებს გავუკეთე გოგრის სუპი და გემრიელად მიირთმევენ. ხო დედი. და რა თქმა უნდა საღამოს ზამთრის საღამოები, პოპკორნი და კარგი საშობაო მულტფილმი ბავშვებთან ერთად. ამან მარტო ოღონდაც პოპკორნი ჭამოს. ასე მეგობრებო, აქ დაგემშვიდობებით, გისურვებთ კარგ დღეს, კარგ საღამოს და მე კი უკვე ხვალე დაგიბრუნდი. მამა, პოპკორნი უნდა მარტო პოპკორნი. დენის პოპკორნ.